მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ჩვენ კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. ჩემდა სამწუხაროდ დავაგვიანე ვიდეო ვლოგის გამოქვეყნება. უკვე დღეს არის ხუთშაბათი და იმედი მაქვს რომ დღეს მაინც მოვახერხებ ამის გაკეთებას. ძალიან დატვირთული კვირა მქონდა როგორც სამუშაო დღეების მხრივ, ასევე შეკვეთების მხრივ და ძალიან ცოტა ნაწყვეტი მაქვს გადაღებული. იმედი მაქვს რომ ჯამში 20-25 წუთიანი ვიდეო მაინც გამომივა და თქვენ კი ისიამოვნებთ ყურების პროცესით. პირველ რიგში, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ასეთი ჯემპრი, რომელიც მოვქსოვე წინა ვიდეოში, გაგიზიარეთ ნაწყვეტები. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ გარეცხვის შემდეგ როგორ გამოიყურება, ანუ გარეცხვამდე კადრი, გარეცხვის შემდეგ კადრი და შეჯამება ინფორმაციის. იმედი მაქვს თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესო აღმოჩნდება. ეხლა ჩავრთავ ვიდეო კადრებს და ვისაუბრებ აი ამ კონკრეტულ ჯემპრზე. ესე გამოიყურება ეს ნივთი დასრულებული და გარეცხვამდე. ნახოთ გარეცხვის მერე როგორ შეიცვლება. თუ დააკვირდებით ფოკუს გავასწორებ. რეზინა არის მოჭერილი, ფორმა აქვს ცოტა არასიმეტრიული თითქოს. მაინტერესებს გარეცხვის მერე რა დაემართება მთლიან ნივთს და თან ეს იქნება მაგალითი იმისა, რატოა აუცილებელი სანამ შეკვეთას ჩავაბარებთ დამკვეთს, გავრეცხოთ ნივთი და ჩვენ თვითონ ვნახოთ პირველი შედეგი რაც იქნება. თუმცა ეს ნივთი ჩემთვის იყო მოქსოვილი. აუცილებელია რომ ნივთი დასრულების შემდეგ ზუსტად აი ამ მიზეზით გაირეცხოს, რომ რეალურად ის ცვლილება, რასაც რეცხვაში გადის ნაქსოვი ფაქტურა, აუცილებელია რომ მოხდეს მანამ სანამ ნივთი ჩაბარდება მაგალითად დამკვეთს, ან იმ ადამიანს ვისთვისაც იყო ეს ნივთი მოქსოვილი. რადგან აი ეს ცვლილება, რასაც ძაფი გადის დასველებულ და გაშრობის მდგომარეობაში, ბევრისთვის შეიძლება შოკის მომგვრელი აღმოჩნდეს, შეეშინდეს, რომ ნივთი ან გააფუჭა, ან გაეწელა, იმიტომ რომ რეალური ზომები ნივთის ყოველთვის ირკვევა, მას შემდეგ რაც გავრეცხეთ, ეს ნივთი, ეს კონკრეტული ჯემპრი ყველაფერთან ერთად ორთქლის აპარატით დავამუშავე. აქვე ვუპასუხებ კონკრეტულად ერთ შეკითხვას, რომელიც იყო კომენტარებში, ეს ეხებოდა ამ ნივთის სირბილეს. რბილი არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თურქული მოხერი მაქვს დამატებული მეორე წვერად, არის ძალიან კბენია ძაფი და შიშველკანზე, როდესაც მაცვია, იმდენად თბილია, რომ ანუ ქურთუკის ჩაცმას აღარ საჭიროებს ზემოდან, დახურულ სივრცეში, სადაც გათბობაა ჩართული, ანუ ფიზიკურად ვერ ვიცმევ. ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ შიგნიდან მეცვეს გრძელმკლავიანი რაიმე თხელი ბამბის ქსოვილის სამოსი და ზემოდან გადავიცვა ეს, რომ ჯემპრს უშუალოდ კანთან კონტაქტი არ ქონდეს. ამ შემთხვევაში თავისუფლად შემიძლია ვატარო. აი ეს ბუსუსები რაც აქვს, ეს არის მოხერი და მაგის ხარჯზე არის ძალიან კბენია ძაფი. ფერი, რა თქმა უნდა, ახლო კადრში ისე არ გადმოიცემა, როგორც შორიდან კადრში, მაგრამ ფერი წინა ვიდეო ვინც ნახა ყველამ უკვე იცით. და მოკლედ ძალიან სასიამოვნო გამოვიდა. ძალიან მომეწონა იდეა მოხერის დამატების, უბრალოდ შემდეგში აღარ გამოვიყენებ თურქულ მოხერს, არამედ ვეცდები რომ ან ბაბინის მოხერი გავურიო, ან იტალიური, ან თუნდაც დროპსის მოხერი, რომელიც მაქვს მარაგებში და მივიღო ამით უფრო თბილი და ფაფუკი ფაქტურა. თვითონ გარეცხვის მერე და ორთქლის მერე ანუ არის დავარდნილი.
ეს რადგან იყო აქცენტი გაკეთებული ამის ქსოვის დროს მქონდა იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო უბრალოდ კომფორტული ჯემპრი, სახლში ჩასაცმელი ან რაღაცა ისეთ მეგობრებთან შეხვედრის დროს, სადაც გაპრანჭვა და რაღაცა ისეთი არ მჭირდება. ეგეთი დანიშნულების იყო ეს ჯემპრი, ამიტომ თუ დააკვირდებით, ანუ თვლების ზომები ძალიან სხვადასხვა, ანუ ამ ყველაფერზე არ მიზრუნია, არ მიმიქცევია ყურადღება და მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც მივიღე. აი ესე, ფერი ეხლა გადმოიცემა რეალურად. აუცილებლად გავიმეორებ მსგავს მოდელს, რადგან ძალიან პრაქტიკულია, როგორც შარვლებზე, ასევე გრძელ კაბებზე. ძალიან მარტივად ჩაეწერა ჩემს გარდირობში. უბრალოდ ფერს გავაკეთებდი უფრო მეტად აქცენტურს. ეს ცისფერი ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო მეტად მკვეთრი ფერი მინდა და შემდეგი რაც მაქვს ზუსტად ესეთივე ძაფი ვარდისფერი. კომპანიონს მოვუფიქრებ და დავიწყებ შემდეგ ჯემპრს. მოკლედ აი ესეთია ამ ჯემპრის ისტორია. და რაც შეეხება ასევე კითხვა იყო თუ თხოვნის ფორმა ქონდა, რომ მასტერკლასია ჩაწერეთო, როგორ გსოვთო ესეთ ჯემპრებსო. ამ კონკრეტულ თხოვნაზე ესეთი პასუხი მექნება, რომ მასტერკლასს ვერ ჩავწერ. ანუ უფასოდ მასტერკლასს ვერ განვათავსებ, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ჩემი მოსწავლეების დიდი ნაწილი არის ჩემი მაყურებელი და არანაირად არ მინდა აი ესეთი დისკრიმინაცია, რომ მან აი ამ მეთოდის სასწავლად გადაიხადეს კონკრეტული ღირებულება და მე, როდესაც უკვე ავიღე ეს ღირებულება, ეხლა უფასოდ განვათავსო ვიდეო YouTube-ზე აბსოლუტურად ყველასთვის. იმედი მაქვს, რომ აი ამ ჩემს აზრს პატივისცემით მოვეკიდებით და თუ ვინმეს ექნება მსგავსი ჯემპრის მეთოდის, კონსტრუქციული მეთოდის შესწავლის სურვილი, კომენტარებში დამიწერეთ პლუსები და შემდეგ ვიდეოში უკვე გავაკეთებ განაცხადს, მაგალითად, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს კონკრეტული კონსტრუქცია ერთად ვისწავლოთ და მოვხსოვოთ, ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება დახურულ ჯგუფში, სადაც მოხვედრა იქნება ფასიანი, რაღაცა სიმბოლური ღირებულება ექნება, რომ არავინ არ დარჩეს ნაწყენი და არ იყოს ისეთი რამ, რომ ზოგმა ეს ინფორმაცია მიიღო უფასოდ და ამავდროულად იგივე ჩემმა მაყურებლებმა ამ ინფორმაციის მისაღებად გადაიხადეს კონკრეტული ღირებულება. ამიტომ ესე გადავწყვიტე, რომ თუ ვინმეს ექნება მსგავსი კონსტრუქციის შესწავლის სურვილი, რადგან ზუსტად ამ კონსტრუქციაზე შესაძლებელია V-ფორმის საყელოს მოქსოვა, კარტიგანის მოქსოვა, როდესაც ჩახსნილია ჟილეტის მოქსოვა, მსგავსი ჯემპრის მოქსოვა, ძალიან მარტივია სხვადასხვა უზორების ჩართვა, რომელსაც ესე რომ ვთქვათ, გაჩვენებთ, შემდეგი მოდელი იქნება მთლიანად უზორებით მოქსოვილი ჯემპრი, ოღონდ კონსტრუქციულად ზუსტად იგივეს გამოვიყენებ. და მაისურები, პოლოს მაიკა შეგეძლიათ ესეთივე მეთოდით მოხსოვთ, ანუ ძალიან ბევრი ნუანსია, რომელსაც ყველაფერს ერთად შევკრავ ამ ინფორმაციას, ავხსნი და ვიდეოების სახით განვათავსებ დახურულ ჯგუფში, სადაც შესვლა იქნება ფასიანი. ასე რომ თუ ამ ჯემპრთან დაკავშირებით კიდევ რამე ინფორმაცია გვაინტერესებს ან კონკრეტულად მოდელთან დაკავშირებით, რადგან ყველაფერთან ერთად, ანუ გამოთვლებს ვასწავლი, როგორ კეთდება მრგვალი საყელო, V-ფორმის საყელო, როგორ ხდება მაღალი საყელოს მოქსოვა, რა ნიუანსებია, რომ ეს საყელო არ გაიწელოს, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, ფორმა უჭირავს ძალიან კარგად და ჩაცმის შემთხვევაში ყოველთვის ყელზე მომდგარი ფორმა აქვს, მეც არაერთხელ და არც ერთხელ არ ყოფილა ისე, რომ აი ეს დეტალი, აი ესე დგას საყელო და არ უჭირავს რეზინა. ამასაც თავისი ნიუანსები აქვს, რომელსაც რა თქმა უნდა ვხსნი ყველაფერს უშუალოდ ვიდეოებში. თუ ინტერესი იქნება, გავაკეთებ დახურულ ჯგუფს, როგორც უკვე ვთქვი. მეტი ამაზე სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ვთქვა. ხელით ირეცხება მთელი რეცხვის პროცესი, რა თქმა უნდა, წინა ვიდეოში უკვე ვაჩვენე, თუ იქნება ინტერესი, გადადით ვიდეოების ჩამონათვალში და წინა ვიდეო იხილეთ. ახლა კი გავაგრძელებ სხვა რაღაცაების ქსოვას. შემდეგი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის ჩემი შეკვეთა, შავი კომბინეზონის კომპლექტი, რომელიც ძალიან უცხო, რა თქმა უნდა, თმები მაქვს პირში. იმიტომ რომ ბუსუსებიანია თვითონ ეს ჯემპრი, აი აქ ეტყობა კიდევაც მთლიანად.
დავუბრუნდები თემას. შემდეგი რაზეც მინდა რომ ვისაუბრო ეს არის შავი კომბინეზონის კომპლექტი ჩვილი ბავშვისთვის, რომელიც უკვე დავამთავრე და გავგზავნე, მაგრამ ჩავრთავ ნაწყვეტებს, როგორ მიმდინარეობდა პროცესი ქსოვის. მე და ჩემი ფისო ერთად ვუყურებთ ტელევიზორს და განიცდის პერსონაჟების ბედს. არ ცილდება X-ის, რაც მიდის მთელი სერიალი. შიჩო, რა პატარა. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან უცხო შესასრულებელი იყო, რადგან ზოგადად შავ ფერთან დიდად არასდროს არ ვმუშაობ. არასდროს არ მაქვს არაფერი შავი ფერით მოსაქსოვი, თუმცა ეს კონკრეტული კომპლექტი მით უმეტეს ბავშვისთვის, ჩვილი ბავშვისთვის, მე პირადად არ მქონია მსგავსი კომბინეზონის ქსოვის გამოცდილება. თუმცა ნამდვილად ძალიან ორიგინალური გამოვიდა. ახლა თქვენ ხედავთ კადრებს, როგორ გამოიყურება დასრულებული ნივთი. ძალიან რაღაცნაირი სხვანაირი გამოვიდა. არა ისეთი გათელილი ფერები და ისეთი ყოველდღიური, როგორცაც მანამდე ვქსოვდი. საოცრებაა. ჩემდა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე კარგი ფოტოების გადაღება, რადგან ძალიან ვჩქარობდი გაგზავნას. ბოლო დღე იყო, როდესაც დავასრულე. ნელა იქსოვებოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გული ვერ დავუდე მთლად 100%-ით. როგორც იქნა დავასრულე, გავრეცხე გაშრა ყველაფერი, მაგრამ ფოტოების გადაღება ისეთის, რომელიც შეიძლება რომ განვათავსო როგორც ახალი პროდუქტი, ვერ მოვახერხე და დამრჩა ესეთი ვიდეო, რომელიც ახლა შემიძლია უბრალოდ თქვენ გაგიზიაროთ და ალბათ მოვახერხებ რამენაირად, რომ rilс-ის სახითაც გავაკეთო. თუმცა ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილება იყო შავ ფერში ამ კომბინეზონის მოქსოვა. მართლა ძალიან მომეწონა თვითონ დასრულებული ნივთი. შემდეგი, როგორც ასეთი, გაგიზიარებთ ჩემ მოსწავლეების ვიდეოებს. სულ ალბათ მოვახერხე 2, მაქსიმუმ 3 ვიდეოს გადაღება. მართლა ძალიან დატვირთული კვირა იყო, როგორც გაკვეთილების კუთხით, ისე სამუშაო დღეების კუთხით. დაღლილი ბრუნდებოდი სახლში და ბევრი ენერგია არ მქონდა, რომ რაღაცა კიდე გამეკეთებინა და ასე რომ რაც გამოვიდა, რეალურად იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი მოსწავლეების ნამუშევრების ვიდეოებს ახლა ჩავრთავ. ზოგიერთი ნივთი არის პროცესში, ზოგიერთი არის დასრულებული. და ვუყურებთ რა გამოვიდა, რაზე ვიმუშავეთ მთელი კვირა მოსწავლეებთან ერთად. ასევე დღეს გაგიზიარებთ კიდევ ერთ დასრულებულ ნივთს, რომელიც იყო შეკვეთით მოქსოვილი. ეს არის 100% ქაშმირის ქუდი, ჩემივე მასტერკლასის მიხედვით და ძალიან ისეთი რბილი ფაფუკი, რაც ქაშმირს ახასიათებს, გამოვიდა. დღეს უკვე გადავეცი ადრესად და ძალიან მიხარია რომ კმაყოფილი დარჩა. და იმედი მაქვს რომ ბევრ საინტერესო და კარგ ადგილას გამოიყენებს ამ ქუდს, იმიტომ რომ ისეთი მკვეთრი ფერია, არ არის ყოველდღიური და რაღაც განსაკუთრებულ მომენტებს უხდება. ფოტოები არა, მაგრამ ვიდეოს ჩავრთავ და გაგიზიარებთ როგორია. მოგვსოვე ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე და ყველაფერთან ერთად
ვქსოვე 3 მილიმეტრი ჩხირით. ეს იგივე ძაფია, რითიც შევასრულე ელვაზე ჯემპრი. შესაბამისად, ჩხირის ზომაც არაფერი არ შემიცვლია, იგივე გამოვიყენე. მოიქსოვა არც ისე სწრაფად, იმიტომ რომ 3 მილიმეტრი ჩხირი საკმაოდ წვრილი სამუშაო ჩხირია. როგორც იქნა რომ დავასრულე, გავრეცხე სხვათა შორის თბილ წყალში, მაგრამ თბილივე წყალში გავავლე და აქედან გამომდინარე არანაირად არ მქონდა ზომის ცვლილება და ზუსტად გაშრობას მოუნდა 1 დღე. 1 დღის მერე გაშრა, ერთი მხარე მეორეში მოვათავსე, 2 თვლით გადავატარე, რომ გაშრობის პროცესში რა ნაკეციც გაიკეთა, ის გამქრალიყო. გავასუფთავე დამატებითი ბუსუსებისგან, რაც დროთა განმავლობაში ეწებება ხოლმე ნაქსოვნი ფრთებს, შევფუთე და გავგზავნე. არ გამგზავნია, გადავეცი, იმიტომ რომ მოაკითხეს. და იმედი მაქვს, რომ ძალიან კმაყოფილი იქნება ის, ვისთვისაც ეს საჩუქარი მოიქსოვა. ძაფი დამჭირდა ამ მოდელზე 75 გრამი. და დამრჩა 1,25 გრამიანი ბურთულა, რომლითაც გადავწყვიტე, რომ მომექსოვა სოფის კარფი, ანუ ეს სამკუთხედი კრუასან შარფი, აი ესეთი, უკვე მაქვს დაწყებული, სამსახურში როგორც კი დავამთავრე ქუდი, იმდენად არ მინდოდა სხვა რამის ქსოვა და სხვა რამეზე გადართვა, რომ გადავწყვიტე რაღაც პატარა დამეწყო და აი ესეთი მაქვს უკვე მოქსოვილი. და ძალიან ესეთი რბილია და ყელზე, როდესაც დავამთავრებ და გავიკეთებ, წესით მგონია, რომ უნდა მომიხდეს ეს ფერი. როდის მოიქსოვება? იმედი მაქვს, რომ შემდეგ ვიდეოში უკვე დასრულებულს გაგიზიარებთ. ისეთი პატარა ნივთია, წესი ძალიან მალე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ვქსოვ 3,5 მილიმეტრ ზომის ჩხირზე, ეს არის ლანა გროსას წინდი ჩხირების ნაბორი, საიდანაც მაქვს ეს ჩხირები, მოკლედ, ზუსტად ესე 2 ჩხირზე 15 სანტიმეტრიანებზე ვქსოვ და ბარემ გადავალ კითხვაზე, ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვა იყო, აი აქ ჩავსვავ მთლიან კითხვას. შეიძლება სრულად კითხვა არ მახსოვდეს, მაგრამ მახსოვს, რომ იყო 15 სანტიმეტრიან ჩხირებზე საუბარი. მე პირადად ვიყენებ ამ ჩხირებს საკმაოდ აქტიურად. 1 წელზე მეტია უკვე მაქვს, ან ზუსტად წელიწადზე 1 თვეა რაც მაქვს ეს ჩხირები. დაბადების დღეზე მივიღე შარშან წინ საჩუქრად და უზომოდ კმაყოფილი ვარ მე თვითონ ამ ჩხირების ნაბორით. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჩხირებია, როდესაც საქმე მიდგება ხოლმე წინდის ჩხირებზე. 20 სანტიმეტრიან ჩხირებს ვერ ვიყენებ იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან დიდი და ეგეთ დიდ ნივთებს მე არ ვქსოვ, მე წინდებს არ ვქსოვ წინდის ჩხირებზე. წინდებს ყოველთვის ვქსოვ Magic Loop-ის პრინციპით 80 სანტიმეტრიანი გადაბმის ჩხირებზე. ხოლო ამ პატარებს ვიყენებ როდესაც ვქსოვ კომბინიზონებს, მაგალითად მკლავების მოსაქსოვად, შარვლის ტოტების მოსაქსოვად, კომბინიზონის კომპლექტებში შემავალი წინდების და ქუდების მოსაქსოვად, ასევე ვიყენებ ხელთათმანების მოსაქსოვად, რომელიც დავუბრუნდები ისევ. ვიყენებ აი მსგავსი დეტალების მოსაქსოვად, იქიდან გამომდინარე, რომ ნაბორში არის 2 თუ სწორად მახსოვს, ახლა მართლა ვერ ვიხსენებ, აქ ფოტოს ჩავთავ. 4 ზომის ჩხირია, 2, 2,5, 3, 3,5. რატომღაც ესე მახსოვს და 3,5-ს და 3 მილიმეტრს ვიყენებ ყველაზე ხშირად. როცა ვქსოვ ხელთათმანებს, ხელთათმანს ვქსოვ ყოველთვის 2 მილიმეტრისა, 2,5-ზე. აი 2 მილიმეტრის გამოყენება ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე, იმიტომ რომ ისედაც ძალიან მჭიდროდ ვქსოვ და მე რომ რამე 2 მილიმეტრზე მოვქსოვო, ამ საუკუნეში ნამდვილად ვერ შევძლებ ამ ყველაფრის დამთავრებას. ამასთან ერთად ახალი რაიმე პროექტი ჯერჯერობით არ მაქვს დაწყებული. ახალს დიდად, ანუ არაფერს არ ვქსოვ, თუმცა მაქვს სურვილი გავიმეორო ზუსტად ესეთი ჯემპრი, ანუ კონსტრუქციის კუთხით, როგორც უკვე ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრე. თუმცა მინდა ნაწნავებით მოვქსოვო, უკვე მაქვს ძაფი, უკვე მაქვს მოდელი, ჯერ არ მაქვს ნიმუში მოქსოვილი, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ვიდეოში შევძლებ მსგავსი ჯემპრის დაწყებას.
და როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა თქმა უნდა, ამას გაგიზიარებს. თუ თქვენს გსურთ მსგავსი კონსტრუქციების მოხსოვა, აუცილებლად კომენტარებში გამოხატეთ სურვილი, რომ შევძლოთ ამ ყველაფრის ერთად მოხსოვა. რაც შეეხება შემდეგი ვიდეოსთვის მოსაქსოვ ნივთებს, ბოლოში აუცილებლად მექნება კითხვა-პასუხის პრინციპი, რაც წინა ვიდეოში გავაკეთე, რადგან მოგროვდა რამდენიმე კითხვა, რომელსაც მინდა რომ ვუპასუხო და სანამ ამაზე გადავალ, გაგიზიარებთ, რის მოხსოვას ვაპირებ შემდეგ ვიდეოში. შემდეგ ბლოგში ეს იქნება აუცილებლად კაპრი, კაპიშონი თავისი საყელოთი, რომელიც უნდა იქნეს შესრულებული აი ესეთი ძაფით. ეს არის სიახლე ლანა გროსასთვის, ლანა გროსა ნატურალ ალპაკა პელო. აი ესეთი ფუმფულიკო ძაფია. მაქვს 2 ცალი, ეს შეკვეთის ინფორმაცია. 2 ცალი, რომელიც გამომადგება ამ კაპრის მოსაქსოვად. აქ არის 63% ბამბა, 31% ბეიბი ალპაკა, 6% მირინოსის შალი, ანუ 100% ნატურალური შემადგენლობა. გვაქვს 50 გრამში 125 მეტრი და ფერის კოდი არის 022. ძალიან გავს, აი შრის ფერს. აქ არის რაღაცა მონაცრისფრო, მობეჟო, რაღაც გარდამავალი ტონი, ძალიან ლამაზია და უნდა გამოვიდეს კაპრი, კაპიშონი, რომელსაც ექნება აი კორდით მოქსოვილი შესაკრავები. ეს ერთი შეკვეთა და მეორე შეკვეთა არის, რაც უნდა მოგხსოვოთ წინდის ჭხირებზე და ვიდეოებში გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა. ეს არის წითელი მირინოსის ხელთათმანები, უნდა მოგხსოვო ლანა გატოს ძაფით. იმიტომ რომ სხვა წითელი ძაფი ჩემდა სამწუხაროდ არ მაქვს, რომელიც შეიძლება ამ წითელი ხელთათმანების მოსაქსოვად გამომადგეს. რა ხელთათმანებზეა საუბარი, ფოტოს ჩავრთავ. ზუსტად ანალოგიური უნდა გავიმეორო, თუმცა ძაფი, რომლითაც იყო ეგ კომპლექტი შესრულებული, აღარ მაქვს და იქაც მირინოსია გამოყენებული 100%, თუმცა ზუსტად იდენტური ფერი აღარ მაქვს, გამოვიყენებ აი ესეთ 100%-იან მირინოს წითელ ფერს. ასე რომ ეს 2 ნივთია, რაზეც უნდა ვიმუშაო შემდეგი ვიდეოს განმავლობაში. ეს ყველაფერი მოსაქსოვია 3 თებერვლის თვის, დღეს არის 31 იანვარი. ცოტა დროა, მაგრამ საკმარისია 2 ნივთის მოსაქსოვად და აუცილებლად ამ ყველაფერს მოვახერხებ. შემდეგი, რაც უნდა მოიქცოვოს, რა თქმა უნდა, ანუ აი ეს პატარა მოცუცქნული ნივთი ნამდვილად არ ღირს, რომ თვეობით მქონდეს ესე ჭხირებზე. ამიტომ ამასაც დავამთავრებ. გამოვა რომ 3 პატარა ნივთი უნდა მოვხსოვო. ახლა გავაკეთებ პატარა შესვენებას და დაგიბრუნდებით უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში. ამ პატარა ნაწყვეტში მინდა ვუპასუხო რამდენიმე კითხვას, რომელიც დაგროვდა ჩემი ვიდეოების ქვემოთ კომენტარებში და ვეცდები რომ მაქსიმალურად ამომწურავი იყოს ჩემი პასუხები. კითხვებს ჩავსვავ აი აქ და მე თვითონ ახლა გადავიკითხავ სათითაოდ კითხვას და შევეცდები რომ გავცე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი. პირველი კითხვა ეხებოდა წინდის ჭხირებს, ანუ პირველი კითხვა ეხებოდა წინდის ჭხირებს, სადაც ნათია კითხვის ავტორი მეკითხება, რომელ ჭხირებს ვიყენებ ყველაზე ხშირად ზრდასრული ადამიანებისთვის და ამბობს, რომ 20 სანტიმეტრიანებს იყენებს თავად და ძალიან ეკომფორტულება. მე თვითონ ვიყენებ ლანა გროსას წინდის ჭხირების ნაკრებს, რომელიც არის 15 სანტიმეტრიანი, ჯამში ნაკრებში არის 4 ზომა, 2, 2.5, 3 და 3.5 მილიმეტრი. ჩემთვის ეს აღმოჩნდა ყველაზე კომფორტული ვარიანტი, როდესაც ვხსოვ პატარა ნივთებს, იქნება ეს მაგალითად ქუდებისთვის აი კორდის შესაკრავები, თვითონ ქუდები ჩვილებისთვის, მკლავები და შარვის ტოტები კომბინიზონებისთვის, აი ესეთი სოფის კარფის ქსოვა, აბსოლუტურად ყველაფერს, რომელიც შეიძლება მოიქცოვოს არაწრიულ ჭხირზე, ვიყენებ აი ამ წინდის ჭხირებს, თუმცა 15 სანტიმეტრიანებს ვანიჭებ უპირატესობას იქიდან გამომდინარე, რომ ქსოვის დროს ჩემ დაუნებურად ყველაფერი მიმაქ ახლოს თვალებთან, რომ კარგად დავინახო, რადგან მუდმივად სათვალის კეთება ჩემთვის დისკომფორტია
და ახლოს რომ მინდა რომ დავინახო ეს ყველაფერი 20 სანტიმეტრიანი ჭხირების აი ტრიალი და გადაადგილება არის ძალიან არაკომფორტული. პლუს ამას მეტალის ჭხირები არის ძალიან მძიმე და როდესაც Z არის მაქსიმალურად ცოტა თვალი და ხანდახან მაქვს ხოლმე რომ 4-5 თვალია Z მხოლოდ მივარდება ეს ჭხირები და მიქმნის დისკომფორტს, მიწევს ამ თვლების თავიდან ამოყვანა, მე ჭხირის ძებნასაც დავარდა, აქედან გამომდინარე, რაც უფრო პატარა ჭხირი და რაც უფრო მსუბუქია და ამ შემთხვევაში ეს ხის ჭხირები არის უმსუბუქესი. ამარტივებს ჩემთვის ქსოვის პროცესს, თვითონ ფოტოს ჩავსვავ როგორი ნაკრები მაქვს მე თვითონ, ძალიან პრაქტიკულია, აი ძალიან და თან მომწონს ის რომ 2 და 2.5 დევს 6-6 ცალი, ხოლო 3 და 3.5 დევს 5 ცალი. მე თვითონ ქსოვს 3 ძირითად ჭხირზე მაქვს მთლიანი ნაქსოვი და მე-4 ვაკეთებ გადაქსოვას. ანუ 5-ვე ჭხირი ქსოვის პროცესში თითქმის არასდროს არ მაქვს. და შესაბამისად, როდესაც აი ესე მაქვს გადანაწილებული, ან მაქვს შესაძლებლობა რომ ბონუსად მქონდეს ერთი ჭხირი თქვათ და რომელიმე გამიტყდა. რაც შეეხება 2 და 2.5-ს, იქ საერთოდ 2 ჭხირი მაქვს ბონუსად, იმიტომ რომ თავიდან მედევს 6. მოკლედ, ძალიან კომფორტულია და თუ გამოიყენებთ, ჩემი მხრიდან ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ. შემდეგი იგივე ავტორი ყავს კომენტარს. პირველ რიგში ანუ ფისოზე იყო გამოხვილებული ყურადღება და აი აქ თქვენ შეგეძლიათ წაიკითხოთ. ფისოს რაც შეეხება, ჩავრთა ვიდეოს, რომ გავაკარწყლო პირველ კილო ეხებოდა წინდის ჭხირებს, სადაც ნათია კითხვის ავტორი მეკითხება, რომელ ჭხირებს ვიყენებ ყველაზე ხშირად ზრდასრული ადამიანებისთვის და ამბობს, რომ 20 სანტიმეტრიანებს იყენებს თავად და ძალიან ეკომფორტულება. მე თვითონ ვიყენებ Lana Gross-ას წინდის ჭხირების ნაკრებს, რომელიც არის 15 სანტიმეტრიანი, ჯამში ნაკრებში არის 4 ზომა, 2, 2.5, 3 და 3.5 მილიმეტრი. ჩემთვის ეს აღმოჩნდა ყველაზე კომფორტული ვარიანტი, როდესაც ვხსოვ პატარა ნივთებს, იქნება ეს მაგალითად ქუდებისთვის აიკორდის შესაკრავები, თვითონ ქუდები ჩვილებისთვის, მკლავები და შარვის ტოტები კომბინიზონებისთვის, აი ესეთი Sophie Scarf-ის ქსოვა, აბსოლუტურად ყველაფერს, რომელიც შეიძლება მოიქსოვოს არაწრიულ ჭხირზე, ვიყენებ აი ამ წინდის ჭხირებს. თუმცა 15 სანტიმეტრიანებს ვანიჭებ უპირატესობას იქიდან გამომდინარე, რომ ქსოვის დროს ჩემ დაუნებურად ყველაფერი მიმაქვს ახლოს თვალებთან, რომ კარგად დავინახო, რადგან მუდმივად სათვალის კეთება ჩემთვის დისკომფორტია და ახლოს რომ მინდა რომ დავინახო ეს ყველაფერი 20 სანტიმეტრიანი ჭხირების აი ტრიალი და გადაადგილება არის ძალიან არაკომფორტული. პლუს ამას მეტალის ჭხირები არის ძალიან მძიმე და როდესაც Z არის მაქსიმალურად ცოტა თვალი და ხანდახან მაქვს ხოლმე რომ 4-5 თვალია Z მხოლოდ მივარდება ეს ჭხირები და მიქმნის დისკომფორტს, მიწევს ამ თვლების თავიდან ამოყვანა, მე ჭხირის ძებნასაც დავარდა, აქედან გამომდინარე, რაც უფრო პატარა ჭხირი და რაც უფრო მსუბუქია და ამ შემთხვევაში ეს ხის ჭხირები არის უმსუბუქესი. ამარტივებს ჩემთვის ქსოვის პროცესს, თვითონ ფოტოს ჩავსვავ როგორი ნაკრები მაქვს მე თვითონ, ძალიან პრაქტიკულია, აი ძალიან და თან მომწონს ის რომ 2 და 2.5 დევს 6-6 ცალი, ხოლო 3 და 3.5 დევს 5 ცალი. მე თვითონ ვქსოვს 3 ძირითად ჭხირზე მაქვს მთლიანი ნაქსოვი და მე-4 ვაკეთებ გადაქსოვას. ანუ 5-ვე ჭხირი ქსოვის პროცესში თითქმის არასდროს არ მაქვს. და შესაბამისად, როდესაც აი ესე მაქვს გადანაწილებული, ან მაქვს შესაძლებლობა რომ ბონუსად მქონდეს ერთი ჭხირი თქვათ და რომელიმე გამიტყდა. რაც შეეხება 2 და 2.5-ს, იქ საერთოდ 2 ჭხირი მაქვს ბონუსად, იმიტომ რომ თავიდან მედევს 6. მოკლედ, ძალიან კომფორტულია და თუ გამოიყენებთ, ჩემი მხრიდან ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ. შემდეგი იგივე ავტორი ყავს კომენტარს. პირველ რიგში ანუ ფისოზე იყო გამოხვილებული ყურადღება და აი აქ თქვენ შეგეძლიათ წაიკითხოთ. ფისოს რაც შეეხება, ჩავრთა ვიდეოს, რომ გავაკარწყლო ის ილუზია, რომ ჩემი ფისო არის ძალიან წყნარი, მშვიდი, მოსიყვარულე და გაწონასწორებული. ნამდვილად არ არის ეგრე, უბრალოდ
მეც და ჩემი მეუღლეც ვართ ძალიან მშვიდი ადამიანები და ჩვენში აი ამ აგრესიას კატის მაიმუნობები არ იწვევს უბრალოდ. სხვა მხრივ საკმაოდ ცელქი ფისო ყავს, რომელიც დოღის ცხენივით დარბის მთელ სახლში, განსაკუთრებით ღამე, როდესაც ჩვენ ძილი გვინდა. აგდებს აბსოლუტურად ყველაფერს, ძირს, კაწრავს დივანს, ანუ ამ სახლში ახალი გადმოსულები ვართ 1 წელია და დივანი მთლიანად გაგვინადგურა, მაგრამ როდესაც ფისო აყავდა, ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრისთვის მზად, ეს არ არის ჩემი პირველი ფისო და არც ჩემი მეუღლისთვის, ამიტომ გაცნობიერებული გქონდა ყველაფერი ის, რაც მოყვება ოჯახში პატარა ეს ბეწვიან, კუდიან მეგობრის შეძენას. ვიყავით მზად იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველგან იქნებოდა მისი გაფუჭებული ავეჯი, დაკაწრული რბილი ავეჯი, ყველგან იქნებოდა მისი ბეწვი, იქნებოდა სახლი უფრო ხშირად დასალაგებელი, ვიდრე ფისოს გარეშე, როდესაც ცხოვრობდით, ანუ ეს ყველაფერი გქონდა გააზრებული და ამ ყველაფრისთვის ვიყავით მზად. თუმცა ხანდახან მაინც ახერხებს ხოლმე რომ გაგვაუგნოს და ცოტა შოქში ჩაგვაგდოს, როგორც იმ ვიდეოში, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ. უბრალოდ ის სიამოვნეთ პროცესით. ბოლოს, როდესაც დამთავრდება ვიდეო, ალბათ მეგონი სულ 1 წუთიანია. მერე დაგიბრუნდებით და გეტყვით, როგორ დამთავრდა ეს კონკრეტული დღე. როცა სახლში გყავთ ფისო, მზად უნდა იყოთ აი ესეთი რაღაცეებისთვისაც. ან მოკლედ რომ ვთქვათ, საძინებლის კარი გვაქვს ყოველთვის ღია, რადგან ბრაზობს, როდესაც ვერ შემოდის საძინებელში და არ ძინავს ჩვენთან ერთად. ამიტომ ტოვებთ ღიას, აქვს თავისუფალი შესვლა-გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ სახელოსნოს ოთახებს, რომელიც არის ჩემს უკან არის ჩემი სახელოსნო და მეორე მხარეს არის ჩემი მეუღლის სახელოსნო, ორივეს ვკეტავთ. ჩემი სახელოსნოს კარი ჩვენი საძინებლიდან ჩანს. და ჩანს, როდესაც არის ღია ან დაკეტილი მით უმეტეს. ყოველთვის ვკეტავ ხოლმე, რადგან ძაფებთან არ მინდა რომ მივიდეს. თუმცა ერთ დილას ჩვეულებრივი სიტუაცია იყო, როდესაც მაღვიძებდა თავისი კნავილით. რაღაცა მომენტში გაჩუმდა. ჩავთვალე, რომ გასართობი იპოვა და კარს თავი დაანება. სახელოსნოს კარზეა საუბარი. უცებ გავიგონე საჩხაკუნოს ხმა. და თავი რო ავწიე ლოგინიდან დავინახე, რომ რეალურად კარი არის ღია და ხმა გამოდის უკვე იქიდან. ავდექი და ვნახე ზუსტად ის, რაც ნახეთ ახლა თქვენ ვიდეოში. რა თქმა უნდა, ეგ იყო. თან სამსახურში ვიყავი იმ დღეს წასასვლელი, ზუსტად 2 საათი მოვუნდი მარტო სავარძლის გაწმენდას, მტვერსასრუტით, იმიტომ რომ სველი ტილოთი ტალახის აზელა გამოვიდოდა თეთრ სავარძელზე, რაც ნამდვილად არ მინდოდა. ამიტომ ჯერ მომიწია მთელი ქვიშის მტვერსასრუტით ამოღება და მერე ამ ყველაფრის გასუფთავება. აბსოლუტურად ყველა კალათაში, რაც კი იქმედო, იყო ჩაყრელი ქვიშა, სათითაოდ ყველა ძაფის გაფერტყვა მომიწია და ამ ყველაფრის გამოსუფთავება. დაახლოებით 2 დღე მოვუნდი ამ ყველაფრის დალაგებას, სამსახურში მუშაობის პარალელურად. და რეაქცია არ ვიტყვი როგორი მქონდა ფისოსთან მიმართებით. ეს რაც შეეხებოდა ჩემ ფისოზე კომენტარს, რომ არის ძალიან თბილი და ძალიან გამიმართლა. არაფერი მსგავსი, ძალიან ცელქია. და თამაშის დროს ხშირად გადაზდის ხოლმე, რომ ხან კბილებით, ხან ბრჭყალებით ვკაწრავს და ძლივს მოვიშუშე ერთი ხელი, მაგრამ მეორე ჯერ კიდე ჭრილობებში მაქვს. მაგრამ ზაფხულში უარესი იყო, სანამ იყო მაქსიმალურად პატარა, იმიტომ რომ
ფეხები აბსოლუტურად ყველა დეტალი ფეხებზე მქონდა დაკაწრული, განსაკუთრებით კოჭების არეები, სადაც მარტივად მწვდებოდა. შემდეგი კითხვა იმავე ტექსტში იყო გამახვილებული ჯემპრებზე და წინდებზე, რა ძაფებს ვიყენებ, რას ვანიჭებ უპირატესობას და ასევე თუ ამ ჯემპრზე იყო საუბარი, რომ წესდო ძალიან რბილი უნდა იყოს და კანზე სასიამოვნო. რაც შეეხება რომელ ძაფს ვანიჭებ უპირატესობას ქსოვისთვის, ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას მაქსიმალურად ნატურალურ შემადგენლობას, ანუ სპეციალურად არ ვიყიდი სინთეტიკურ ძაფს. მარტო თუ გამოვიყენებ იმას, რაც წლების წინ მაქვს მარაგში ნაყიდი, სანამ ჩემთვის გადავწყვეტდი რომელი ძაფი მირჩევნია, მაგრამ იქიდანაც დიდი ნაწილი უკვე ან გამოვიყენე, ან გავყიდე, ან გავაჩუქე და იქაც უკვე ის მაქვს დარჩენილი მაქვს მაქსიმალურად კარგი ხარისხის ძაფები. ერთ-ერთ ვიდეოში ვეცდები რომ გაგიზიაროთ ჩემი მარაგები, თუმცა ეხლა დავუბრუნდები თემას, რომ აი აქ ამ ჯემპრში გამოყენებული არის სინთეტიკა დამატებული ძაფი, პროცენტული მაჩვენებელი სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ეს რამდენიმე წლის წინანდელი ნაყიდი ძაფი იყო და რადგან ეს ბუსუსებიანი ძაფის ფერი დაემთხვა ძირითად ფერს, გადავწყვეტე რომ კომბინაციაში მომექსოვა და ის დანიშნულება, რაც ამ ჯემპრს უნდა ჰქონდეს, სავსებით აკმაყოფილებს ძაფის შემადგენლობა ამ დანიშნულებას. სხვა შემთხვევაში ვცდილობ, რომ 100%-იანი ნატურალური შემადგენლობა თუ არა, არ დავუშვა, რომ 30%-ზე მეტი იყოს სინთეტიკა. ვცდილობ, რომ გამოვიყენო ისეთი შემადგენლობები, როგორიც არის მირინოსი, აბრეშუმი და ბამბა, შალი ნაკლებად, შალს ჩემთვის დიდად არ ვიქცო, რადგან ძალიან გრძნობი არეკანი მაქვს. შალის შემადგენლობით, ანუ კლასიკურ შალს გულისხმობ, ვუქცო ხოლმე უმეტესწილად ჩემს მეუღლეს, რადგან ურჩევნია რომ ეცვეს ერთი ნივთი და ძალიან თბილი, ამიტომ მისთვის არაჩვეულებრივი ვარიანტია. რაც შეეხება წინდებისთვის, აქ კლასიკა აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ეს არის 70-75% შალი, 30-35% სინთეტიკური დანამატი. სხვა შემთხვევაში წინდის ძაფი ვერ იქნება პრაქტიკული და ვერ იქნება დიდხანს გამძლე, უბრალოდ გაცვდება უმარტივესად, რაც ჩვენთვის არ არის ანუ მისაღები. ამიტომ აუცილებელია რომ იყოს რაღაც კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი სინთეტიკური დანამატისა. ასევე ახალი ხილია ჩემთვის მოხერის გარევა წინდის ძაფში და ძალიან კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ ბუსუსები ამატებს სითბოს, აბრეშუმი უმატებს გამძლეობას. იდეალური კომბინაცია. რაც შეეხება ჯემპრებისთვის, აქ ვცდილობ მაქსიმალურად რომ იყოს ნატურალური შემადგენლობები და თუ არის საუბარი ზამთარში თბილ ნივთებზე, უნდა იყოს აუცილებლად შალი. ნახევარი მაინც უნდა იყოს შალი. დანარჩენი უკვე შეგვიძლია იყოს ბამბა, აბრეშუმი, კომბინაცია სიტყვაზე აბრეშუმის და ბამბის, ანუ სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. შემდეგი კითხვა რაც იყო იქიდან გადი. კითხვას ჩავსვავ ისევ სკრინის სახით, ჩემთვის კიდევ გადავიკითხავ რაზეა კონკრეტულად საუბარი. ამ კომენტარში იყო საუბარი იმაზე, რომ ზაფხულში უნდა მოგხსოვოთ თბილი ტანსაცმელი, რაშიც ნამდვილად დაგეთანხმებით, თუმცა ყოველთვის არ აქვს შესაძლებლობა სეზონით გავუსწროთ და ზაფხულში ვქსოვოთ ზამთრის, ზამთარში ვქსოვოთ ზაფხულის, ისევე როგორც სიტყვაზე შევიძინოთ მსგავსად, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ზაფხულში ზამთრის სამოსი უფრო იაფია და ზამთარში ზაფხულის სამოსი არის უფრო იაფი. თუმცა ყოველთვის არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ან სურვილიდან გამომდინარე. მე პირადად ზაფხულში ზამთრის სამოს ვქსოვ იშვიათად, ვცდილობ, მაგრამ ვაკეთებ ამას იშვიათად, რადგან ზაფხულში ზაფხულის ქსოვა უფრო მეტად მიზიდავს. ეს იქნება აქსესუარები, მაგალითად პანამა,
დეკორი ძალიან მიყვარს ზაფხულში სახლის დეკორის ქსოვა. პლედები, ბალიშის პირები, ხალიჩები, კალათები, რაც შეეხება, ყაიზნაღით ქსოვა მიყვარს განსაკუთრებით ზაფხულში. ზამთარში მირჩევნია ჩხირი. ყოველთვის მირჩევნია ჩხირით ქსოვა და ყოველთვის მირჩევნია თბილ ტექსტურასთან შეხება. იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც ცივა, ანუ მსიამოვნებს ეს დიდი ჯემპრების ქსოვა, რომელიც კალთაზე მიდევს და მათბობს თავისი ამ ფაქტურით. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ სეზონის შესაფერისი ქსოვო. თუმცა ვცდილობ, რომ მაგალითად თუ გამომდის, რა თქმა უნდა, ზამთარის ნივთები ქსოვო შემოდგომას, როცა უკვე აგრილდა, მაგრამ არასაკმარისად რომ ჯემპრები გვეცვეს და გაზაფხულზე დავიწყო ზაფხულის ნივთების ქსოვა. სხვა შემთხვევაში ზაფხულისას ქსოვ, ზამთარში ზამთრისას. აქ კიდე საუბარი იყო ამ კითხვის შემდეგი ნაწილი იყო ის, რომ მიჩნდება თუ არა სურვილი, რომ ის ენერგია და შრომა, რასაც ვდებ ჩემს ნამუშევრებში, სათანადოდ არ ფასდება. სიმართლე გითხრათ, წლების წინ რომ ეს კითხვა გაჟღერებული იყო, ვიტყოდი, რომ კი, ნამდვილად მიჩნდება ესეთი გრძნობა. მაგრამ დროთა განმავლობაში ვიმუშავე საკუთარ აღქმაზე, ანუ შინაგან აღქმაზე აი ამ საკითხის მიმართ და მივხვდი, რომ რეალურად არ ფასდება, არა, ჩვენ თვითონ არ ვაფასებთ. მას მერე რაც დავიწყე მე თვითონ ჩემი შრომის დაფასება, მივხვდი, რომ მირჩევნია მოვქსოვო ერთი ნივთი კონკრეტულ ღირებულებაში, ვიდრე იგივე ღირებულებაში 2 ან 3 კომპლექტის მოქსოვა, მივხვდი, რომ უფრო დაფასდა ჩემი შრომა. მას შემდეგ რაც მე თვითონ ვთქვი, რომ იაფად და იაფასიანი მასალით მე ნივთებს აღარ მოვხსოვ და ეს ყველაფერი გავაჟღერე ჩემს დამკვეთებთან, მათი მხრიდანაც წამოვიდა კონკრეტული რეაქცია. ბევრმა გადაწყვიტა, რომ არ უნდა ძვირი გადაიხადოს ხელნაკეთ ნივთებში და ჩათვალა, რომ ბრენდული პროდუქტი უფრო ურჩევნია და მასმარკეტის მაღაზიებს რატომღაც ბრენდებად მოიაზრებენ. და იყო ნაწილი, რომელმაც დიდი ენთუზიაზმით აიტაცა იდეა, რომ მიიღოს შეკვეთის დროს მაქსიმალურად ხარისხიანი ნივთი, მაქსიმალურად ხარისხიანი მასალით. ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდები აი ამ კონფლიქტს ჩემ მიერ გაჟღერებულ ფასსა და მომხმარებლის მიერ აღქმად ღირებულებას შორის, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ თუნდაც ჩვენ, როდესაც რაღაცაზე ვიძახით, რომ კონკრეტული ნივთი არის ძვირი, ჩვენ ამ დროს არ ვართ ობიექტურები, ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ჩვენი ჯიბიდან გამომდინარე. ჩვენ თვითონ ჩვენი ჯიბის გათვალისწინებით და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად შეგვიძლია ამ ნივთის ყიდვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნივთი უნდა ღირდეს იმდენი, რომ ჩვენ ეს ნივთი ვიყიდოთ. საერთოდ არ ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ხელნაკეთი ნივთი არის ფუფუნების საგანი, ეს არ არის პური, ეს არ არის ზეთი, ეს არ არის პირველადი აუცილებლობის პროდუქტი, ეს არ არის მედიკამენტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არა, ეს არის ფუფუნების საგანი და რომელიც ხაზს უსმევს ჩვენს ან სოციალურ სტატუსს გნებავთ და არქვით, ან რაიმე კონკრეტულ მოთხოვნილებებს. მნიშვნელობა არ აქვს, ანუ რაღაცით გამოგვარჩევს სხვა მასისგან. შესაბამისად, ეს რაღაცა არ უნდა ღირდეს იაფი. თუ თქვენთვის მისაღებია, რომ ის რაც თქვენ გაცვიათ, კიდევ 50,000 ადამიანს ეცვეს, ანუ იყოთ მასმარკეტის მომხმარებელი, მაგ შემთხვევაში ხელნაკეთ ნივთებთან არაფერი არ გვესაქმება. ხელნაკეთი ნივთი ნიშნავს ექსკლუზიურ ნივთს, რომლის გამეორებაც მე თვითონაც კი, როდესაც ბევრ ერთნაირ პროდუქტს ქმნი, ეგერ არის ეს მაიმუნი. აი ამიტომ ვალაგებ სახს ყოველ დღეში 50 ჯერ, რომ ყველგან ადის და ვერ გადავაჩვიე. დაუბრუნდები თემას. ანუ მას შემდეგ, რაც მე თვითონ დავაფასე ჩემი ნივთები, დაფასდა საზოგადოების მხრიდანაც. და უფრო სხვა კატეგორია ხალხთან მაქვს ურთიერთობა. თუმცა არის მეორე მომენტი. მარტომ ის, რომ მე ვიტყვი, რომ ჩემი ნივთი ღირს სიტყვაზე რაღაც X თანხა, ანუ ეს არაფერს არ ნიშნავს. ანუ ამ X თანხაზე ამბიცია რომ მქონდეს, ჩემი ნივთი უნდა იყოს შესაფერისი. შესაფერისი შესრულება, შესაფერისი მასალა გამოყენებული, შესაფერისი ფოტო
იმიტომ რომ ყველაფერს რეალურად ფოტოთი ვყიდით დღესდღეობით და ყველაფერთან ერთად შეფუთვა. შეფუთვაში არ იგულისხმება, რომ რა ქაღალდში მოვათავსებთ. ანუ პოზიციონირებას როგორ ვაკეთებთ, ანუ როგორ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი პროდუქტის შესახებ უშუალოდ მომხმარებელს. რადგან თითოეულ ნიუანსს აქვს თავისი ღირებულება. მაგალითისთვის, მიმოწერას, როდესაც აწარმოებთ დამკვეთებთან, როგორი ენით ესაუბრებით. ისე თუ ველაპარაკებით, როგორც ჩვენს მეგობრებს, არ გამოვა არაფერი. ანუ უნდა ველაპარაკებოდეთ როგორც თანასწორ, მაგრამ უფრო მაღალი საფეხურზე მყოფ კლიენტებს და ჩვენთვისაც შესაფერი საფეხურზე უნდა ვიდგეთ. უნდა მეტყველებდეთ მიმოწერაში გამართულად ყველანაირი ბარბარიზმების გარეშე ერუდირებული ენით. შემდეგი აუცილებლად უნდა გქონდეს ფოტოები, რომელზეც ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად კარგად ჩანს, ანუ მომგებიანად გამოიყურება, რომ ინტერესი გაუჩნდეს მომხმარებელს ჩვენი ნივთის ახლოდან ნახვის, ჩაცმის და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ ნივთს დღესდღეობით მარკეტინგული სვლებია, რომ მხოლოდ ნივთს აღარ ვთავაზობთ. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტული ცხოვრების სტილს და ასოცირებას, რომ აი ეს ნივთი თუ გექნება, შენც ესეთივე იქნები. აი ეს მარკეტინგული სვლა უკვე ძალიან აქტიური ხდება, არ ვიცი, ბოლო 1-40 წლის განმავლობაში. და ყველაზე მთავარი, ანუ აუცილებელია ის ფაქტორიც, როგორ ვფუთავთ ნივთს. პირდაპირ მნიშვნელობით შეფუთვა, ანუ აქვს თუ არა ჩვენი ბრენდული ნიშანი, თუ აქვს ეს ბრენდული ნიშანი როგორ არის შესრულებული, როგორ არის დატანილი, სად არის დატანილი, რაიმე ნიუანსები თუ აახლოვებს მაღალი ლუქს ხაზის ბრენდებთან, პლუს ამას როგორ ვფუთავთ, ანუ რაში ვდებთ ნივთს, როდესაც მომხმარებელს ვუგზავნით. არის თუ არა რაიმე დამატებითი კომპონენტები შეფუთვის დროს, მაგალითად საფოსტო ბარათი, ან სავიზიტო ბარათი, ან რაიმე ინფორმაცია ჩვენს მაღაზიასთან დაკავშირებით, იქნება ეს ფიზიკური მაღაზია თუ ონლაინ მაღაზია. ასევე ყველაფერთან ერთად მოვლის წესებს თუ ვუხსნით, მით უმეტეს, როდესაც ხელნაკეთ ნივთზეა საუბარი, ანუ როგორ უნდა გარეცხოს, როგორ უნდა შეინახოს, როგორ უნდა გააშროს, ანუ ამ ყველაფრის შესახებ ვუდებთ თუ არა რაიმე მსგავსი სახის დანამატებს უშუალოდ შეფუთვის დროს. თუ არა, ანუ როგორ გითხრათ, ძალიან მშრალი წარმოდგენა იქმნება და შთაბეჭდილება ჩვენ პროდუქტზე, რაც ჩვენ არ წაგვადგება. მეტი ეხლა პირდაპირ არაფერი მახსენდება, თუმცა გაჩვენებთ ერთ-ერთ წიგნს, სადაც არის ძალიან ბევრი ხრიკები მარკეტინგული გამოყენებული და შეგიძლიათ გაეცნოთ ამ წიგნს და თქვენთვის ამოიწეროთ ის, რის გამოყენებასაც თქვენ უშუალოდ შეძლებთ. ერთი წამით ახლავე მოვიტანეთ. ზოგადად ნებისმიერი სფერო, რომელშიც გსურს განვითარდეთ, შეგვიძლია შევისწავლოთ. მათ შორის აი ესე. ეს არის ბრენდირების შესახებ, თუმცა ამ კონკრეტულ სერიაში არის ძალიან ბევრი სხვა წიგნებიც, მათ შორის პროექტის მართვა, მარკეტინგი, მართვა და გაყიდვები. შეგიძლიათ სათითაოდ ყველას გაეცნოთ და მიიღოთ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც დაეხმარება თქვენივე ბრენდს განვითარებაში. მე მგონი ამ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი. ეხლა ვნახავ კიდევ თუ არის რაიმე კითხვა, რასაც უნდა გავცე პასუხი. შემდეგი კითხვა იყო ინსტრუმენტებზე, ანუ რა ინსტრუმენტებს ვიყენებ და თუ შემიძლია რომ გაგიზიაროთ ეს ჩემი ინსტრუმენტები, რაც მაქვს არსენალში და არის თუ არა ეს პირადული. პირადული ნამდვილად არ არის, თავისუფლად შემიძლია გაგიზიაროთ აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რასაც ვიყენებ. თუმცა ეს ვიდეო რომ ძალიან არ გაიწელოს, მოდით შევთანხმდეთ, რომ რაც შეეხება ინსტრუმენტებს და რაც შეეხება ჩემს არსენალში ძაფების რაოდენობას და ყველა იმ დამატებით ნივთს, რასაც უშუალოდ ქსოვის დროს ვიყენებ, გაგიზიარებთ ერთ საერთო ვიდეოში, რომ ეს ვიდეოც ძალიან არ გაიწელოს და შევთანხმდეთ, რომ იქნება თებერვლის ბოლოს, რადგან მაქვს ძალიან ისეთი დაგეგმილი მაქვს უკვე ბევრი თავისუფალი დრო და შევძლებ
აბსოლუტურად სათითაოდ გაჩვენოთ როგორც ჩხირები, ასევე ყაიზნაღები, ასევე ღილების ასორტიმენტი, ასევე ბლოკატორები წინდებისთვის, ძაფები, ძაფის სადგამები, ამოსახვევი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მაქვს შემიძლია რომ გაგიზიაროთ. თან გეგმავ სახელოსნოში კიდევ ერთ რეორგანიზაციას და ფიქრობ რომ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო იქნება. შევთანხმდეთ რომ თებერვლის ბოლოს რა ვიდეოც გამოვა, იქ იქნება ყველაფერი კონცენტრირებული, სადაც აი ამ კითხვას გაეცემა პასუხი. ახლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერ კვირას, შევხვდებით მომავალ იმედი მაქვს 4 შაბათს თუ არა და ისევ 5 შაბათს როგორც დღეს. და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ დაიზაროთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიტოვეთ კომენტარი, მოიწონეთ ვიდეო, გაუზიარეთ მგზავრელ მეგობრებს, რომ არსებობს საქართველოში მსგავსი YouTube არხი. ეს ძალიან დაეხმარება ჩემი ბლოგის განვითარებას და დამეხმარება პირველ რიგში მე, რომ არ დავკარგო მოტივაცია, რადგან ამ ყველაფერს ვაკეთებ უსასყიდლოდ და ერთადერთი საპასუხო ანაზღაურება ჩემთვის არის თქვენი აი ეს რეაქცია, გამოწერა, კომენტარები და მოწონება, ასე რომ არ დაიზაროთ, აუცილებლად დამიტოვეთ ერთი გული მაინც კომენტარებში, რადგან ძალიან გამეხარდება. ახლა კი დაგემშვიდობებით, ბედნიერი კვირა თქვენს